მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სპირიც რაპლასი და დღეს გიბრუნდებით კიდევ ერთი ახალი ვიდეოთი. დღევანდელი ვიდეო ეხება მხედს, რომელმაც მთელი საფრანგეთი ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი პროვინცია დაიპყრო საფრანგეთის. დიდი ალბათობით ამ მხედსგან არის წამოსული მაქციებზე ისტორიები და ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ პირველ მაქციად არის მოხსენიებული ეს მხედს. ეს მხედსი არის ჟევოდანის მხედსი. დღევანდელი ისტორია გაივლის არა მარტო ამ მხედს, არამედ იმ დროინდელ საფრანგეთს 1700-იან წლებში. სანამ გადავიდეთ უშუალოდ ისტორიაზე, მინდა რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ დაახლოებით 10 გამოწერა დამრჩა 1000 subscriber-ამდე, ეს არის უდიდესი ნაბიჯი არის ალბათ ჩემი კარიერაში, იმიტომ რომ 1000 subscriber-ზე როგორც ხედავთ, არასდროს ოფო ვარ, პირველი იქნება და ძალიან მადლობელი დაგჭირებით. კი ბატონო, ეს თვით რეკლამები ცოტა ხანს უკან მოვიტოვებ და გადავიდეთ უშუალოდ ისტორიაზე. ჟევოდანის მხედსი 1764-67 წლებში ჟევოდანის ყოფილ პროვინციაში სოფლის მოსახლეობაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმების სერიას ეხება. ამ არსებას იქაური მოსახლეობა მოიხსენიებდა როგორც გლის მსგავს არსებას, ოღონდ დაუჯერებლად დიდს და ასევე დაუჯერებლად სასტიკს. ამ არსებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პანიკა გამოიწვია. ათასობით შეიარაღებული ადამიანი, ადგილობრივი გლეხებიდან დაწყებული სამეფო დრაგუნებამდე დამთავრებული მასობრივ ნადირობაში იყო ჩართული. მეფე ლუი მე-15 თავად თავაზობდა ჯილდოებს და პროფესიონალურ გლებზე მონადირეებს გზავნიდა. ასეთი პროფესია იყო საფრანგეთში პროფესიონალი გელზე მონადირე. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრებისეული მისია იყო, რომ გლები გაეჟლიტათ. და ასეთ ადამიანებს ქირავდა ზუსტად მეფე ლუი მე-15, რომ ამ ჟევოდანის პროვინციაში ეს არეულობა ჩაეხშო ამ გლის გაჟლიტვით. რაღაც ხელჩასაჭიდიან ნათელი ფაქტის არარსებობის გამო ძალიან ბევრი ჭორები გავრცელდა და რა თქმა უნდა, ეს ჭორებიც ნელ-ნელა ფოლკლორში გადაიზარდა. თანამედროვე ისტორიკოსები და მეცნიერები ამ ჟევოდანის ნამდვილ ვინაობაზე თუ ვინ იყო და რა იყო დღემდე კამაც აგრძელებენ. მე-18 საუკუნის კონტექსტი რო გავიაროთ, ჟევოდანის თავდასხმების საკმაოდ პრობლემურ ფონზე განვითარდა. საფრანგეთს ახალი წაგებული ჰქონდა 7 წლიანი ომი, რამაც ეკონომიკა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააგდო და სამეფო ხელისუფლების ძალაუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ესეთ მომენტში, როდესაც სახელმწიფო ძალიან დაქვეითებული არის, ომიც ახალი წაგებული არის, ხდება ეს უცნაური თავდასხმები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ვიცით რის გამო არის გამოწვეული, არის ეს მგელი, არის ეს რაღაც მაქცია, არის ზებუნებრივი, ჯერჯერობით არავინ არაფერი არ იცის. საფრანგეთში ზუსტად ის პერიოდი იყო დაახლოებით 1500-იანი, 1800-იანი წლების შუაში, სადაც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო მგლების თავდასხმები. ეს ისეთი პერიოდი არის, როდესაც პოლიცია, ეგეთი არ არსებობს პროვინციებში, რომ ადამიანებს დაეხმაროთ. ამიტომ თვითონ გლეხები იყვნენ შეიარაღებულები, თავისი გლეხური იარაღებით იქნებოდა ეს ცელი, ფოცხი, ჩირაღდნები და ასე შემდეგ და ამით ცდილობდნენ წინააღმდება გაიწიათ ამ თავდასხმებზე. ეს თავდასხმები რო დაიწყო, თავიდან ოფიციალური რეაგირება თითქმის არ მოყოლია, იყო ჩათვლილი როგორც ჩვეულებრივი თავდასხმა, ხოლო ნელ-ნელა კი გადაიზარდა სწრაფად სარეაგირებო სიტუაციაში, სადაც უკვე მთელი არმიაც იყო ჩართული. ანიკამ კი საბოლოო პიკს მიაღწია, როდესაც ჟურნალებმა და გაზეთებმა 1764 წლის ბოლოსკენ ამ ამბის მთელ ევროპაში გავრცელება დაიწყეს. ეს ამბავი მთელ ევროპას როგორც სენსაცია, როგორც ცეცხლი ისე მოედო. თანამედროვე წყაროები მოიცავს გადარჩენილთა ჩვენებებს და ოფიციალურ ანგარიშებს. თვითმხილველები, გადარჩენილი თვითმხილველები ურჩხულს აღწერდნენ როგორც არც ერთ სხვა ადგილობრივ ცხოველს. ეს ურჩხული იყო ვირზე დიდი, მოწითალო ყავისფერი ბეწვით და შავი ზოლით, 6 ბასრი ბრჭყალით, ძლიერი ყბით, რაც გლის, აფთრისა და პანტერის ნაჯვარს მოაგონებდათ. ამ ურჩხულის თავდასხმები საკმაოდ სისხლიანი იყო. იგი გვამებს ამოუცნობად ტოვებდა. ზოგი გვამი ყელგამოჭრილი იყო, ზოგს თავი ჰქონდა მოჭრილი, ზოგი კი სანახევროდ შეჭმული იყო. ადგილობრივი მოსახლეობა იფიცებდა, რომ ეს ურჩხული შეუმჩნევიათ როგორ იდგა უკანა ორ ფეხზე. ზოგი იძახდა, რომ მას თვალებში ცეცხლი ჰქონდა და მუშკეტის სრულებსაც კი იგერიებდა, რაც ხალხში ტერორს კიდევ უფრო აძლიერებდა. ისტორიაში ასევე არსებობს ფაქტები ორ ბავშვზე, რომლებიც ებრძოდნენ ამ ურჩხულს. მათგან ერთ-ერთი იყო ჟაკ პორტეფე, რომელიც ებრძოდა ურჩხულს და მარი ჟან ვალეტი, რომელმაც იგი დაჭრა. ლუი მე-15-მ გაგზავნა დრაგუნები ჟევოდანში და მათ ჯილდოც კი შესთავაზა 50 ლივრი, ვინც მოკლავდა ამ მგელს. 1765 წლის დასაწყისში მან ელიტური მგლებზე მონადირეებიც კი გაგზავნა. ჟან ფრანსუა დენევალი
მგელი და მისი მამა. როდესაც ისინიც კი უშედეგოდ დაბრუნდნენ, ლუი მე-15-მ გაგზავნა სამეფო მონადირე ფრანსუა ანტუანი, რომელმაც 1765 წლის სექტემბერში მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა სხვა გამოგზავნილმა მონადირემ. მან ეს მგელი მოკლა. თუმცა უშედეგოდ, რადგან კვლელობები 1766 წლამდე გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ ამ კვლელობების საგას დასასრული ისევ ადგილობრივი ინიციატივით მოჰყვა. შეიკრა ხალხი ჩეუდაინიდან, რომელმაც მოახერხეს ამ ლის საბოლოოდ მოკლა. ხეცის პირველ მსხვერპლად ითვლება ჟანა ბულე, რომელიც იყო 14 წლის. თავდასხმა მოხდა 1764 წლის 30 ივნისს. მისი დაკრძალვის მოწმობა არდეშის არქივშია დაცული. 1764 წლის 6-7 აგვისტო ლესელიეს დასახლებაში ორი ახალგაზრდა მწყემსი გოგონას გვამი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ისინი შეჭამეს. 1764 წლის სექტემბერში ქვედელეგატი ეტიენ ლაფონი წერს, რომ 6 თვეზე მეტია ჩვენს მთებში სასტიკი მხეცი დახეტიალებს. რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ამ გვამებს აწერდნენ ერთ მხეცს, ერთი მხეცის ნამოქმედარს. 1765 წლის 12 იანვარს იმ მხეცი თავს ბავშვების ხროვას დაესხა. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი იყო ჟაკ ფორტეპე. ჟაკ ფორტეპე იყო 12 წლის და საკმაოდ მამაცი გამოდგა ყველა ბავშვისგან, იმიტომ რომ ყველა ბავშვი აბსოლუტურად ამხედრა მხეცის წინააღმდეგ. ჟაკმა ბავშვები აიძულა, რომ ხელში აიღოთ ფიცალები და სხვადასხვა იარაღები, ასევე ქვები, რაც ახლო-მახლო ეყარა და შეეტია ცლიანად ამ მხეცისთვის და სხვადასხვა შორის შედეგი გამონახა, იმიტომ რომ მხეცი შებრუნდა და გაიქცა. მეფე ლუი მე-15-მ ამ ყველაფრის შესახებ შეიტყო და ბიჭებს ჯილდო გადასცა. 1765 წლის სექტემბერი კი ის პერიოდია, როდესაც ლუი მე-15-მ მისი პროფესიონალი მონადირე, მეფის ნადირობის ლეიტენანტი გააგზავნა ჟევოდანში. ანტუანმა კი მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა აქამდე ვერავინ. მან სოფლის მახლობლად უზარმაზარი ნაცრისფერი მგელი მოკლა. ეს მგელი იწოვდა დაახლოებით 60 კილოგრამს. და რა თქმა უნდა, იმდროინდელმა ხალხმა, როდესაც შეხედეს ამ მგელს, სამხელო მგელი იყო სერი 60 კილო, რა თქმა უნდა, ყველა მეგრევე თქვა, რომ ეს ის ხეცი იყო, რომელიც მათზე ნადირობდა და ეგ იყო და ეგ ყველაფერი მორჩა. სოფელში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა. ამასობაში კი ეს მონადირებული მგელი გააგზავნეს და სამეფო კარზე გამოაკრეს, როგორც რაღაცა ჯილდო პრიზი. 1765 წლის ნოემბერს კი თავდასხმები განახლდა. აქედან დაწყებული დაახლოებით 18 თვის განმავლობაში ახლომდებარე სოფლებში კიდევ 35 მსხვერპლი აღმოაჩინეს. ამდენი შეხლა შემოხლის შემდეგ კი მეფემ ლუი მე-15-მ საერთოდ დაკარგა ინტერესი მგელზე, იმიტომ რომ ამდენი მონადირე გააგზავნა, მისი ნადირობის ლეიტენანტიც კი გელი საბოლოო ჯამში მოკლდეს, მაგრამ ეს შეტევი კიდე გრძელდებოდა, რომ მოთმინების ფილა ამოეწურა და უკვე ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა. ამიტომაც სოფლის მოსახლეობას უნდა აიღო ყველაფერი საკუთარ ხელში. 1767 წლის 19 ივნისს ადგილობრივმა მდიდარმა მარკიზმა ბოლო ნადირობა მოაწყო. ჟან შატელმა, რომელიც იმ დროს 67 წლის იყო და ასევე ცნობილი იყო მისი ძლიერი რელიგიური რწმენით და საკმაოდ სასტიკი მასტიფით, რომელიც მას გვერდს უშენებდა, გააგზავნეს ამ მგლის მოსაკლავად და იგი დაუპირისპირდა ამ მგელს, ესროლა და მოკლა. აღსანიშნავია, რომ ამ თარიღის შემდეგ თავდასხმები შეწყდა. ბოლო ცნობილი მსხვერპლი 1767 წლის თებერვალში ახალგაზრდა ქალი ჟანა ბასტიდი იყო. მეორე მგლის მოკლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ორი მგელი ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ხროვა იყო ორი მგლის, ორივე უზარმაზარი, ორივე დაახლოებით 60 კილო და ორივე ნადირობდა ესე ამ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ჟევუდანის მახლობლად. ჟევუდანის კოლობები, რა თქმა უნდა, სწრაფად გასცდა რეალობას, ფოლკლორმა და ჭორებმა და პრესამ ეს მხეცი ლეგენდად აქცია და არსებობს სხვადასხვა წყაროები, როგორ მოიხსენიებდნენ ამ მხეცს, ამ მხეცებს. ადგილობრივები იძახდნენ, რომ ასეთი სისასტიკე მხოლოდ ბნელ მაგიას ან ღვთაებრივ რისხვას თუ შეეძლო. რელიგიური პირები კი, რა თქმა უნდა, ღმერთის რისხვას ამბრალებდნენ ამ ყველაფერს და ეჯერათ, რომ ეს იყო რაღაც ღვთაებრივი სასჯელი. ბევრი ადამიანი ასევე ვარაუდობდა, რომ ეს იყო მაქცია, ან ადამიანი ჯადოქარი, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა მხეცად გადაქცევა. გაზეთმა კურიერ დავინიონმა პირველივე სიახლე 1764 წლის 16 ნოემბერს გამოაქვეყნა. რამდენიმე თვეში ასობით სტატია და ბროშურა გავრცელდა მთელ ევროპაში. გამომცემლები და მთხრობელები დეტალებს, რა თქმა უნდა, აზვიადებდნენ. ფართოდ გავრცელებულ აღწერილობებში მოხსენებული იყო არსება, რომელიც იყო ვირივით დიდი, რომელსაც მგლის ყბა და კატისებური კუდი ჰქონდა. ამ შემზარავმა სურათებმა განამტკიცა უჩხური საშინელი რეპუტაცია. ხეცის თავდასხმებიდან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო თავდასხმა იყო, როდესაც 1765 წლის 11 აგვისტოს იგი მარი ჟან ვალეტს დაესხა თავს. როდესაც მარი ჟან ვალეტი ნაკადულისპირა სხვა გოგონებთან ერთად მუშაობდა, მას უჩხული თავს დაესხა. მარი ჟან ვალეტმა კი
ხის შუბი პირდაპირ მკერდში გაუყარა ამ ურჩხულს. ურჩხული რა თქმა უნდა გადარჩა. ხოლო მარი ჟან ვალეტის გამბედაობის შესახებ ლუი მე-15-მ გაიგო და მას ჟევოდანის ქალწული უწოდა. ამ ბრძოლის ქანდაკება დღეს ერთ-ერთ სოფელს ამშვენებს საფრანგეთში. რაღაცა კი მოლოთა ძველი და თანამედროვე თეორიების თითქმის ერთმანეთს ემთხვევა რაღაც ასპექტებში. მაგალითად, ისტორიკოსი როგორიცაა ჯეიმს სმიტი ხაზს უსვამს, რომ უმარტივესი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. იგი იძახის, რომ ჟევოდანის მხეცი სავარაუდოდ უჩვეულოდ დიდი მგელიან გლების ხროვა იყო. იმიტომ რომ მე-18 საუკუნის საფრანგეთში ფაქტი იყო, რომ საკმაოდ ბევრი მგლის აქტივობა იყო დაფიქსირებული და ასევე ევრაზიული მგლების წონა შეიძლება დაახლოებით 68 კილოგრამსაც კი მიაღწიოს, რაც ფრანსუა ანტუანის უზარმაზარ მგლის წონას უტოლდება. ამიტომაც ჯეიმს სმიტი მტკიცე და მყარად დგას იმაზრზე, რომ ეს იყო მგელი, ამ მგლების ხროვა და მეტი არაფერი. მეორე თეორია არსებობს, რომ ეს არ იყო მგელი და ეს იყო რაღაც ეგზოტიკური ცხოველი. იმიტომ რომ ზოგი არისტოკრატი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, უყვარდათ რომ ერთმანეთისთვის გაეგზავნათ რაღაც ეგზოტიკური ცხოველები, როგორიც არის ლომი, ან აფთარი, ან პანტერა და რა თქმა უნდა ადგილობრივ მოსახლეობას აერია იგი მგელში, იმიტომაც ძახდნენ რომ მგელზე გაცილებით დიდი იყო, რადგან ლომი რა თქმა უნდა მგელზე დიდი არის და აქედან წამოვიდა ეს აჟიოტაჟი. ზოგი კი იძახდა რომ ეს არსება, ეს ურჩხული იყო გლისა და რაღაცის ნაჯვარი. იმიტომ რომ ერთ-ერთ ისტორიაში მტკიცედ არის აღწერილი, როგორ ისხლიტავს ეს ურჩხული ტყვიებს, თითქოს ტახის ტყავით. და აქედან რა თქმა უნდა ამის რაციონალიზაცია მოეხდინათ და გაიგივეს ეს ხეცი, როგორც აი მგლის და რაღაც სხვა ხეცის ნაჯვარი. ზოგი თეორიის თანახმად კი ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო გამოწყობილი მგლის ტანსაცმელში. რომელიღაც შეშლილი სერიული მკვლელი, რომელსაც უბრალოდ უყვარდა რაღაც როლის თამაში, რაღაც მგლის როლის და ადამიანებს შლებდა. უკვე მოვედით 21 საუკუნეში და 21 საუკუნის ექსპერტიზა გვეუბნება, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, მგელი, მაგრამ უჩვეულოდ დიდი მგელი, არა რაღაცა ჩვეულებრივი მგელი, რომელსაც დღეს ხედავთ, ეს ხო რაღაცა შედარებით უფრო დიდი მგელი, ან ერთი ან ორი მგელი, რომელიც ნადირობდა ამ ხალხს. და რა თქმა უნდა, ეს თეორია ისე თუ ასე მართალია, იმიტომ რომ ნამდვილად ორი მგელი იყო, რომელიც ნადირობდა, იმიტომ რომ მეორე მგელი როდესაც მოკლეს, აი ეს შეტევები შეწყდა. სამეცნიერო აზრი იმაზე თანხდება, რომ ეს ერთი ან ორი მგელი და საკმაოდ დიდი მგელი თან. და რა თქმა უნდა, ამ ისტორიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თანამედროვე ლიტერატურაში და კულტურაში. მის შემდეგაც წამოვიდა რამოდენიმე სერიალები და ფილმები, მაგალითად როგორიც არის საბრალონი, როგორიც არის ნადირობის ადგილი და ასევე საკმაოდ ცნობილი დღესდღეობით თინეიჯერი მგელი. თუ არ ვცდები, ერთ-ერთ სერიალში, მეგონი მეხუთე სეზონის ერთ-ერთ სერიალში არის კიდე ერთი ეპიზოდი, სადაც ეხებიან ჟევოდანის მხეცს. საერთო ჯამში ჟევოდანის მხეცი ისტორიისა და მითის გზაჯვარედინზე დგას. საარქივო მტკიცებულებები გავდივართ დიდ მგელზე, ხოლო ამ ყველაფრის მიღმა კი ხედავთ მე-18 საუკუნის სოფლის ცხოვრებას, როგორი იყო სოფელში ცხოვრება, რაღაც თუ მოხდებოდა სოფელში, რომელიც იყო პატარა, დახმარებისთვის ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა. ამ ყველაფერს ძალიან დიდი აჟიოტაჟი უნდა გამოიწვია, რომ მეფის ყურამდე მისულიყო. შემდეგ მეფის რა თქმა უნდა ჭირდებოდა რომ გამოიგზავნა შესაბამისი ჯარი, შესაბამისი დახმარება, სოფლებში იყო სიღარიბე, თავდასხმები და სხვადასხვა 1700-იან 1800-იან წლებში საკმაოდ მომრავლებული იყო მგლებისგან თავდასხმა და სოფლებს საკმაოდ უჭირდა თავის დაცვა ამ მგლებისგან, იმიტომ რომ მათი საშუალება რომ გამოკებულიყვნენ, იყო ცხოველები. რა თქმა უნდა, ამ ცხოველებზე ხშირად ნადირობდნენ მგლები, მაგრამ როგორც ამ ისტორიიდან ვიცით, როგორც ჩანს კიდევ კაი რაღაცა არის, რომ ნადირობდნენ ცხოველებზე და არა მოსახლეობაზე აქამდე, ანუ ადრე თუ გიან მოსახლეობაზეც გადავიდნენ ეს ორი დიდი უზარმაზარი მგელი. დღეისათვის სულ ეს იყო. ეს იყო ჩვენი ჟევოდანის ისტორია და ასევე შევეხეთ ისე თუ ასე ძველ საფრანგეთს, მე-18 საუკუნის საფრანგეთს. მედია მოგეწონათ და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თუ მოგეწონათ, მქონდა იმ შემთხვევაში მოიწონოთ, არ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, დისლაიქს დააჭერეთ. მედია მოგეწონათ და არ დააჭერეთ დისლაიქს, მაგრამ თუ მაინც კი ბატონო, ქვემოთ არის ეგეც და გამოიწერეთ არხი. სულ რაღაც ახლანდელი სტატისტიკით მაგლია 12 გამომწერი 1000 გამომწერამდე და ძალიან მინდა რომ დამეხმაროთ ამ ოცნების დასრულებაში და ავიდეთ 1000 გამომწერზე და იყოთ ის ერთ-ერთი მათაგანი, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, სანამ ავედი 1000 გამომწერზე. ან ზუსტად გახდა მე 1000 გამომწერი და არ ვიცი, შეიძლება მომავალში რამე ვქნა ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვიდეოს ყურებისთვის და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ რამე ისტორია თუ გინდათ რომ აი ესე მოგითხროთ რაღაცა. მოვიძიო მასალა და შემდეგ ვიდეო გავაკეთო და წერეთ კომენტარებში. მადლობა, ნახვამდის.